დღეს მინდა წარმოვიდგინოთ მოხსენება თემაზე ნავთობპროდუქტების ნიმუშის აღების სირთულეები არასტანდარტული პირობების დროს. Როგორც მოგეხსენებათ, საერთაშორისო სტანდარტის ISO 17025 ზოგადი მოთხოვნების საგამოცდო და საკალიბრო ლაბორატორიების კომპეტენტურობის მიმართ, პუნქტი 7.6-ის მიხედვით ლაბორატორიებმა უნდა დაადგინონ გაზომვის განუწყლობაზე გავლენის მქონე ფაქტორები. გაზომვის განუხასხობობის შეფასებისას აუცილებელია, რომ გათვალისწინებული იყოს როგორც ანალიზის კონკრეტული მეთოდის, ასევე ნიმუშის აღებისას არსებული გავლენის მქონე ფაქტორები. როდესაც გამოყენებული გამოცდის და ნიმუშის აღების მეთოდი სრულად ვერ უზრუნველყოფს გაზომვის განუწყლობის დეტალურ შეფასების შესაძლებლობას, შეფასება უნდა განხორციელდეს თეორიულ პრინციპებზე, ექსპერტის სპეციალურ ცოდნაზე და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით. მოხსენებაში ასახული მასალა საშუალებას გვაძლევს განვიხილოთ არასტანდარტულ პირობებში ნიმუშის აღების პრაქტიკული განხორციელების მაგალითები. ნავთობპროდუქტების ნიმუშის აღება წარმოადგენს პროცედურას, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ნავთობპროდუქტების წარმომადგენლობითი ნიმუშის აღება. ნიმუშის აღების წესები გაწერილია სტანდარტული მეთოდების სახით და მათი დაცვა წარმოადგენს ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას, განსაკუთრებით კი არბიტრაჟული ანალიზების აუცილებლობის შემთხვევაში. ბიუროს ექსპერტები ნავთობპროდუქტების ნიმუშის აღებას აწარმოებენ სტანდარტული მეთოდების GOST 2517 და ASTM D-4217-ის შესაბამისად, რომელშიც ექსპერტი უთითებს აღების თარიღს, აქტის შედგენის ადგილს, ექსპერტის სახელსა და გვარს, დამკვეთ ორგანიზაციას და მის წარმომადგენელს, შესაბამისი თანამდებობის სახელი გვარის მითითებით. ვინ ესწრებოდა ნიმუშის აღებას, პროდუქტის დასახელებას, პროდუქციის მწარმოებელს ან მიმღებს. Sorry, but the slide is not moving. მარტო პირველი სლაიდია თალბა. ნიმუშის აღების მიზას, სტანდარტს, რის მიხედვით იქნა ნიმუში აღებული, ნიმუშის აღების ხერხს, მომზადებას და რაოდენობას, თუ სად მოთავსდა და როგორ დაილუქა ნიმუში, სად გაიგზავნა და ვის ჩაფარდა. ასევე შენიშვნის სახით უთითებს ნიმუშის აღების მომენტში ამა თუ იმ გარემოებაზე. ნიმუშის აღების აქტს ხელს აწერენ დამსწრეები და თავად ექსპერტი. არსებობს კონკრეტული შემთხვევები, როდესაც საინჟინრო და თუ სხვა ტექნიკური სირთულეებიდან გამომდინარე, ნავთობპროდუქტების წარმომადგენლობითი ნიმუშის აღება სტანდარტული მეთოდების შესაბამისად შეუძლებელია. აღნიშნული შემთხვევის დროს დამკვეთის ინფორმირების და მათთან შეთანხმების საფუძველზე ხდება ექსპერტის მიერ წარმომადგენლობითი ნიმუშის აღების ოპტიმალური მეთოდის შერჩევა,
რაც შემდეგ ფორმდება ნიმუშის აღების აქტით. მე მინდა წარმოგიდგინოთ კონკრეტული მაგალითები, რომელიც ჩვენს პრაქტიკაში გქონდა და ასეთ არასტანდარტულ შემთხვევებს განეკუთვნება, როდესაც რეზერვუარი არ არის აღჭურვილი სპეციალური ლუკით ნიმუშის ამღებისათვის. ჩვენ ხედავთ ილუსტრაციაზე კონკრეტულ ფოტოს, ეს არის ავტოგასამართის სადგურის მიწისქვეშა რეზერვუარი, რომელსაც სპეციალური ლუკის სივიწროვის გამო ნიმუშის აღება ვერ მოხდა თვითონ რეზერვუარში და მოხდა რეზერვუარიდან გამომავალი გამშვების სვეტის მრიცხვალ მადოცირებელი მექანიზმიდან. აღნიშნული მექანიზმიდან წინასწარ ჩამოისხმება დაახლოებით 2 ლიტრი ოდენობის საწვავი და შემდგომ ხდება ნიმუშის აღება. როდესაც ასევე გვაქვს მიწისზედა რეზერვუარი, წერტილოვანი ნიმუშის აღება ხდება ასაღები მოწყობილობის განთავსების დონიდან. თუ ეს არ არის შესაძლებელი და რეზერვუარი მიწის ზემოთ არის განთავსებული, ნიმუშის ჩამოსხმა ხდება რეზერვუარის ონკანიდან. ყურადღება უნდა მიექცეს ონკანის მდებარეობას. თუ ის რეზერვუარის დონიდან 25 სანტიმეტრის ქვემოთაა, მაშინ ნიმუში აღებული იქნება ეგრეთ წოდებული მკვდარი ნაშთიდან. ასეთ შემთხვევაში ნიმუში არ იქნება წარმომადგენლობითი და არ გამოდგება ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრისათვის, უპირატესად წყლით და მექანიკური მინარევებით დაბინძურების გამო. შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ სახეობის ან მისი წარმომავლობის დასადგენად. ასევე საწვავის ნიმუშების აღება საწვავგამანაწილებელი სვეტის მრიცხვალ მადოზირებელი მექანიზმებიდან, ეგრეთ წოდებული მარიგებელი პისტოლეტებიდან ხდება საწვავის წინასწარი ჩამოსხმა და შემდგომ ნიმუშის აღება შესაბამის ჭურჭელში. თუ ნიმუშის აღების მომენტში კონკრეტული სვეტიდან საწვავის გაცემა არ ხდებოდა, რაღაც პერიოდის განმავლობაში, პროცედურის დაწყების წინ საწყავ ჭურჭელში ჩამოასხამენ სვეტი რეზერვუარის შემაერთებელი მილის და გამანაწილებელი ონკანის სახელოს მოცულობის გაორმაგებულ რაოდენობას, შემდეგ იღებენ ნიმუშს. ამ პროცედურის დროს წინასწარ ჩამოსხმულ საწვავზე შედგება აქტი და საწვავი უკან უბრუნდება ავტოგასამართ სადგურს, ან ჩაისხმება შესაბამის რეზერვუარში. შემაერთებელი მილის მოცულობა ამ შემთხვევაში განისაზღვრება ავტოგასამართის სადგურის მილგაყვანილობის ტექნოლოგიური სქემიდან, ხოლო გამანაწილებელი ონკანოს სახელოს მოცილება ავტოგასამართის სადგურის პასპორტიდან. შემდგომი არასტანდარტული თავისებურება ეს არის ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული თხევადი ნარჩენები, რომლებიც რეზერვუარშია მოქცეული და ასეთებს განეკუთვნება ძირითადად რეალური წყლები, ნავთობშლამები, ბაქსაცხავებისა და რეზერვუარის ნარეცხები. ასეთ ნარჩენებს ძირითადად წარმოადგენს ნავთობპროდუქტი წყალის ნარევი, რომლებიც მათი ბუნებიდან გამომდინარე ქმნიან ერთმანეთში უხსნად დისპერსულ სისტემას. ასეთ ნარევში მსუბუქი ნავთობპროდუქტი წარმოდგენილია ზედაფენის სახით, ხოლო მძიმე ნავთობპროდუქტი სიბლანტის გამო არათანაბრადაა განაწილებული. ასეთი ნარევებიდან წარმომადგენლობითი ნიმუშის აღება თითქმის შეუძლებელია სტანდარტული პროცედურის შესაბამისად. მეთოდის ოპტიმიზაციისათვის ხდება რეზერვუარის სიმაღლის დაზომვა, პირობითად თანაბარ ზონებად დაყოფა და ამ ზონებიდან წერტილოვანი ნიმუშების აღება. რეკომენდებულია ერთ რეზერვუარზე მინიმუმ 3 საკონტროლო წერტილის არსებობა და 1 საკონტროლო წერტილიდან 3 ნიმუშის აღება. მათი გაერთიანების შედეგად მიიღება საბოლოო ნიმუში. ასევე ნიმუშის სპეციფიკიდან გამომდინარე, საცხებ-საპროხი მასალები ავიღოთ პრაქტიკულ მაგალითად. საცხებ-საპროხი მასალები წარმოადგენენ კოლოიდურ სისტემებს, სადაც შენახვის და ტრანსპორტირების დროს შეიძლება გამოიყოს ზეთის ფაზა. გამოყოფილი ზეთი ძირითადად არის საცხის ზედაპირზე, ზოგჯერ არათანაბრად ნაწილდება საცხშიც. სტანდარტული პროცედურის მიხედვით საცხის აღება ხდება გასწვრივჭრილიანი საცეცების დახმარებით 3 შერჩევითი წერტილიდან, რომლებიც ჭურჭლის კედლიდან დაშორებულია დაახლოებით 5 მმ-ით. როდესაც საცხში ზეთი უკვე თავისუფალი სახითაა გამოყოფილი, ამ დროს შესაძლოა ზეთის ფაზა მეტნაკლებად მოხდეს წარმომადგენლობით ნიმუში, ხოლო პროცედურა განმეორებადი არ იყოს. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა უფრო მეტი წერტილიდან ავიღოთ ნიმუში და გავაერთიანოთ საბოლოო ნიმუშად. კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, ნიმუშის აღების ზემოაღნიშნული მეთოდები საშუალებას იძლევა შეძლების დაგვარად განმეორებადი იყოს საკვლევი პროდუქტის ფიზიკურ-ქიმიური შემადგენლობა. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. Thank you very much. დიდი მადლობა. ნამდვილად ძალიან საინტერესო მაგალითი იყო.
ეხებოდა გარკვეულ გამოწვევებს, რომელიც არის აი ამ სფეროში, მით უმეტეს ნავთობპროდუქტებზე, როცა ვსაუბრობთ, ჩვენ ეხლა გრაფიკს ჩამორჩებით, მაგრამ მაინც არის გარკვეული დრო იმისთვის, რომ პასუხი გავცეთ კითხვებს თუ იქნა ისინი დასმული, მაგრამ ვერ ვხედავ კითხვებს ჩატში და თუ პარალელურად ვინმეს გაუჩნდა რამე კითხვა, შეგიძლიათ ჩაწეროთ ჩატში. აი, ბოლოს არის ერთი კითხვა, როგორ ახდენთ არასტანდარტული მეთოდის ვალიდირებას და განუსაზღვრელობის შეფასებას ლაბორატორიაში გამომდინარე სიჯებიდან. მეთოდის ვალიდაცია ვალიდაციისათვის ჩვენ არა გვაქვს ძალიან ბევრი მაგალითი სტატისტიკური დათვლისათვის და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს კონკრეტული მაგალითები არ არის ყოველდღიური ხასიათის, არ არის ჩვენზე დამოკიდებული, იმიტომ რომ ჩვენ არ ვაკეთებთ სკრინინგს, არ გავდივართ ყოველდღიურად ნიმუშების ასახებად, ეს დამოკიდებულია დამკვეთის დამკვეთზე, რადგან სასამართლო ექსპერტიზის ბიურო დამკვეთის მეშვეობით ახდენს ნიმუშების აღებას და არაკეთებს ამის მეცნიერულ სტატისტიკურ დამუშავებას. ამიტომ ამ ეტაპზე ჩვენ ამ არასტანდარტული პირობების გათვალისწინების ვალიდაცია არ გკეთებია, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა და თუ რაიმე საბოლოო შედეგს ჩამოყალიბდებით, აუცილებლად გექნებათ ამის გაცნობის შესაძლებლობა.